ის თავი. აი ასე მოვედით, ესე იგი, აი ეს ჩანასახი გაჩნდა თერგდალეულებიდან, როგორც ეროვნების ჩვენი დიდენტობის გადარჩენის, ასევე მოქალაქის ცნების შემქმნელი. და ამას მოყვა ის, რომ ძალიან ბევრი ახალი თაობის პირიქით უფრო განვითარდა, პირიქით უფრო ახალ მასშტაბებზე გავიდა, აი ძიება მოქალაქე ვინ არის. იმ დროს დუღილია. ზოგმა სოციალიზმის რაღაც მიმდინარეობები უკვე წინააღმდეგობები წამოვიდა. აქ უკვე წამოვიდა, კი, ბუნებრივი ყოლა. ჩვენ ხასიათთანაც ახლოს არის და ნებისმიერ თავისუფალ საზოგადოებაში პაიქრობის გარეშე ვერ ყალიბდება, ხო? ესე იყო საფრანგეთში, ესე იყო იტალიაშიც და აქაც იგივე მივიღეთ ჩვენ მე-20 საუკუნის დასაწყისში. კი ბატონო, ეს ნორმალურია. ეს ნორმალურია, როდესაც კაპიტალიზმისა და სოციალიზმის ესე ჩვენ წარმოგიდგენთ მე-20 საუკუნის და ერთბაშად მოვიდა მიჯნაზე ვართ რა საზოგადოება, ხო, საქართველოს რუსეთის მიერ დაპყრობილი სახელმწიფოებრივად, ეკლესიურად დაპყრობილი, სამოქალაქო საზოგადოების შეგნება იმ დროს იწყებს ბჟუტვას. ბატონყმობის ნაშთები არის ძალიან სერიოზულად ფეხმოკიდებული და მართალია ის თავადები კი აღარ არიან ოფიციალურად ბატონები, მაგრამ კუდიყავარზე აქვს გადებული და ისევე სულ ბატონები და თავადები და ჩვენი ყმაგლეხიც მართალია კი ნელ-ნელა გრძნობს რა არის მოქალაქის ცნება და ხვდება, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ინერციით იმას მიყვება ძველ დროს. კაპიტალიზმი თანდათან შემოდის და სარაჯიშვილები და სომხური ბურჟუაზია ყავს და მუშები კიდე პროლეტარიატი ცალკე, რომელიდანაც შემოდის, ასე ვთქვათ, ახალი იდეები სოციალიზმის. აი ესე დუღილია, ჭიდილია. არ დაგვაუწყდეს. ქართული ეკლესიის იდეა და ავტოკეფალიის იდეას ნელ-ნელა ისხამს ხორცს. არავის შეერა, მოდი თქვათ, კირიონის წერილებს წავიკითხავთ, თავად ვინც უდესწული შეიტანა ამ საქმეში, მასაც კი ემოციური ადამიანი იყო მოგესწრება და შიში იპყრობს, წერისასაც კი ვაითუ, რამდენიმე წერილში ახსენე ვაითუ არ დაგვირგვინდეს ეს საქმე. ვაითუ, მაგრამ ქართული ეკლესიაც ბრუნდება თავის სწორ და ნამდვილ ადგილს უბრუნდება. მოდი თქვათ, რომ აი ეს პერიოდი ამის გარეშე კი, 19 საუკუნეში რასაკვირველია, სისტემურად ძალიან დაგვარტყა რუსეთმა ეკლესიურადაც, ძალიან დაგვარტყა და სახელმწიფო პირველ ყოვლისა რითი იცი გოგა, თუმცა რა გისხნია თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი თანამოქალაქეებიც ვთქვათ, რომ გადაიყვანა ჩვენი საეკლესიო ავტოკეფალია ხო გაუქმა. გადაიყვანა სახელმწიფო ჯამაგირზე. ფაქტობრივად სახელმწიფოს ანუ რევლი ფაქტობრივად ეს ეკლესიის მსახურები ხელფასზე იყო. ანუ თუ ისე არ გააკეთებდნენ, რასაც დაავალებდნენ ძლიერი ამაქვეყნისანი და აქ განაგებდა რუსეთის ერთ-ერთი განშტოება, ესე იგი საეკლესიო მოგეხსენებათ საეგზარქოსო შეიქმნა და ეგზარქოსი, რომლებსაც ხა პირდაპირ თქვა ქრისტიანობასთან არანაირი კავშირი, ეს იყო პოლიტიკური ინსტრუმენტი, როგორც ჩვენ წეგან ახსენე ქართველების გარუსების პოლიტიკური ინსტრუმენტი, შესაბამისად ქრისტეს სახელით გვარუსებდნენ. მოდით ესე ვთქვათ პირდაპირ და აქედან გამომდინარე თავ გადადება იყო საჭირო, რომ ეს დაგეცვა მაშინ. და ყავდნენ ესეთი თავგადადებული მოღვაწეები, როგორც ხო ალექსანდრე ოქროპირიძე, გაბრიელ ეპისკოპოსი, გაბრიელ ქიქოძე, ჩვენი ეპისკოპოსები და წამოვიდა ახალი თაობა, ლეონიდე ოქროპირიძე, წამოვიდა კირიონ საძაგლიშვილი და ამბროსი ხელაია. განსაკუთრებით აი ეს ფიგურები განსაკუთრებით მოვახსენოთ, რომლებიც საკუთარი კომფორტის ხარჯზე ებრძოდნენ ჩვენი ეკლესიის და ჩვენი ერის გარუსების საქმეს და თერგდალეულებთან ერთად ამათაც კოლოსალური განუზომელი წვლილი მიუძღვით რუსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ძალიან კოლაბორაცია არ დაგვაუწყდეს თერგდალეულებსა და იგივე კირიონს ახალგაზრდების განათლებასთან რაც იყო დაკავშირებული, იგივე სკოლებთან დაკავშირებული. ინტენსიურად იყვნენ ერთად ჩართულები. ფული თუ მას არ ჰქონდა, ეს ეხმარებოდა და ასე იყო გაცვლა, როგორც ფეხა წყობილად მიუყვებოდნენ ამ ქვეყნის საქმეს. ძალიან მნიშვნელოვანი აღნიშნა. ასე იყო. და მიუხედავად იმისა, რომ ეს სიცოცხლისთვის უხიფათო სრულებითაც არ იყო, გავიხსენოთ, რომ აი ამას შეეწირა დიმიტრი ყიფიანი, ასევე გამოჩენილი ჩვენი მოღვაწე, რომელიც მთელი ცხოვრება კი რუსეთის სამსახურში იყო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ის ყოველთვის იდგა ერის მხარეს და ჩვენ ვიცით, რომ ის შეეწირა, როდესაც შეეწინააღმდეგა ეგზარქოსის მსაკრულ პოლიტიკას, ის მოკლეს. მოგვიკლეს ილია 1907 წელს ფაქტობრივად კირიონი და ასე შემდეგ, ესე იგი, მაგრამ ანუ უხიფათო ეს რა თქმა უნდა არ იყო. რა თქმა უნდა ეს შეიძლება, მაგრამ სამაგეროდ მათ გაგვინათეს გზა
მომავლისაკენ თავიანთი ქმედებებით, მოღვაწეობით და თუ კიდევ მოწამეობრივი სიკვდილით ამ სამოქალაქო საზოგადოებისკენ სწრაფვაში ძალიან გვეხმარებოდნენ და პირველმა მსოფლიო ომმა მსოფლიოში ისე დაალაგა ეს კოლონიური იმპერიების გადანაწილების მომენტი იყო სიტუაცია რომ ის რაზედაც ილია სიტყვაზე 1907 წელს როცა კლავდნენ შეიძლება შორეულ მომავალში ფიქრობდა იმიტომ რომ ეს ისტორია ისეთ საინტერესო რამეა ახლა ჩვენ მაგის მეტი რა ვიცით რომ შეიძლება უცბად ისე შეიცვალოს სიტუაცია რომ არ ელოდები და რომ გონია რომ აი ძალიან შორეული პერსპექტივა შეიძლება უცბად მოხდეს რაღაცეები მაგის იმედი ქონდა ილიას რა თქმა უნდა შვიდში რა შვიდში კაცი მოგვიკლეს და 18-ში დამოუკიდებლობა აღვიდგინეთ სრული ილია ფიქრობდა რომ იქნება ავტონომია პოლიტიკური კულტურული ავტონომია ისა და 18-ში სრული ისეთი განლაგება მოხდა პირველი მსოფლიო ომის დროს მსოფლიო პოლიტიკაში რომ რუსეთში მოხდა რევოლუცია იგივე ის სოციალური მომენტი რუსეთში წინა პლანზე წამოვიდა და ამ სოციალურმა მომენტმა გამოიწვია რომ რუსეთში იქ იყო ძალიან დიდი დაპირისპირებები სხვადასხვა მიმდინარეობებს შორის და შესაბამისად ჩვენთვის არ ეცევათ სხვა ქვეყნები თავიანთი კოლონიებისთვის და ჩვენ ამით ვიხელთეთ დრო და აღვადგინეთ როგორც ავტოკეფალი 1917 წელს მარტში ასევე სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 18 წლის 26 მაისს მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ ძალიან ცოტა ხნით გამოგვივიდა ეს სახელმწიფოებრიობის აღდგენა. აი ახლა ეს არის ყველაზე გულდასაწყვეტი. იმიტომ რომ ის ძალა, რომელიც მაშინ მოვიდა ხელისუფლებაში, მე სულ მაგ ყოველთვის ორგვარი განცდა სოციალ-დემოკრატებთან მიმართებაში. ერთი მხრივ ძალიან ბევრ პოზიტივს ვამჩნევდა, რაც ასაკში შევდივარ, სხვა შორის უფრო და უფრო მეტს. მაგრამ მეორე მხრივ იყო გარკვეული ხაროეზების განსაკუთრებით იმ კუთხით, რომ ეს ხელისუფლება ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ვერ იქცა მთელი ერის მაკონსოლიდირებელ გამაერთიანებელ ხელისუფლება, თუმცა გაჭირდებოდა კიდეც. იმიტომ რომ მეორე მხრივ შევხედოთ ყოფილი თავადაზნაურობა იქ ეკლესია კი აღდგა ავტოკეფალია, მაგრამ აი იქ სხვანაირი მოწყობის სისტემა არის ეკლესიაში ტრადიციულად როგორც ვიცით და სოციალ-დემოკრატებს ჰქონდათ უკვე აი განსაკუთრებით მენშევიკ სოციალ-დემოკრატებს დემოკრატიული პრინციპი მართლობის ამ კუთხით. მათ არ ჰქონდათ ცენტრალიზმი, რომელიც ჰქონდათ სოციალ-დემოკრატების მეორე განშტოებას კომუნისტებს, ბოლშევიკებს. ამათ ჰქონდათ შეეცადნენ ჰორიზონტალურად გაეშალათ და ვერ იმუშავა, არ იყო მზად მაშინ. არ იყო ჩვენი საზოგადოება მზად, თუმცა რომ ჩვენთან ის ბოდიში ის ექსპერიმენტები რაც მათ წარმატებით ჩაატარეს, თუნდაც ეგ არის, მარტო ის ექსპერიმენტები რო გავიხსენოთ, თუნდაც ის დადგენილებები რაც მაშინ კრებამ მიიღო, კანონები, უნიკალური კანონები იყო. ჩვენ კონსტიტუცია, мотивация დღესაც კი შეგვიძლია ამით გავიძლიეროთ სიზნელების წინაშე თავი რომ ჩვენ შეგვიძლია მსგავსი რამ ძალიან სწრაფად, ძალიან თამამად მიიღოთ ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებები, ეს უკვე გავლილი გვაქვს. და რაც ყველაზე კი გოგა, რა თქმა უნდა, რაც ყველაზე მთავარია, მათ დაამკვიდრეს მოქალაქის ცნება. აი ისინი ყველანაირად ცდილობდნენ დიახ, ისინი ყველანაირად აი იმ კონსტიტუციით, რომელიც მე არ ვარ კონსტიტუციონალისტი, მაგრამ აი კონსტიტუციონალისტებს რო უსმენ ხოლმე, ეს იყო იმდროინდელი ევროპული ცივილიზებული სამყაროს პარამეტრების კონსტიტუცია, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა კრებამ მაშინ მიიღო. აქედან გამომდინარე ჩვენ შევდიოდით და რომ არაფერი მომხდარიყო ასე ვთქვათ განსხვავებული და რამე ჩვენ ნორმალური განვითარების გზისთვის ხელი არ შეეშალა ჩვენ შევდიოდით და შევიდოდით მალე თანამედროვე ევროპული ცივილიზაციების ოჯახში. საუბარი იყო. შეიძლება იქ სოციალისტური მთავრობა მერე შეცვლილი იყოს სხვა ტიპის მთავრობით, შეიძლება ასე სოციალისტური ეს შიდა მომენტები იქნებოდა. ჩვენ მთავარია რომ მივიწევდით სწორი მიმართულებით. გამოვჯამთერდით. აი აქ ეს არის იყო უკვე. შიდა დუღილი, შიდა ჭიდილი, მაგრამ დემოკრატიას ექცეოდა განსაკუთრებული ყურადღება. ისე შეგეძლო შეკამათებოდი ნოე ჟორდანიას დაუშვათ რა, აი ეს რასაც მე ვაფასებ ხოლმე, როგორც არაფერი. მაგათ არ ქონდათ ეს ცენტრალ ვერტიკალი, როგორც ქონდათ, როგორც ხოდა ეს ახლა საიდან მოვიდა, ეს მოვიდა ბოლშევიკებიდან. იმიტომ რომ განსხვავებით ამ მენშევიკებისგან, სოციალ-დემოკრატების ამ მიმართულების ბოლშევიკებთან იყო ვერტიკალი, რასაც იტყოდა ლიდერი ზევით და მათი ლიდერები იყო ლენინი, ბელადი, ლენინი, სტალინი და ტროცკი, ის განუხრელად დაუფიქრალად უნდა შეესრულებინა ქვედა. და ესენი კი იყო რეალურად იმ მეფის რუსეთის და იმპერატორის ოპოზიცია, მაგრამ სხვადასხვა
ტიპის ხალხი იყო ესენი. ხო, სისტემა არ ძალიან დიდი ცვლილებაც არ განიცადა მათ ხელში, ვერტიკალად დარჩა. აი ამის მცდელობა იყო ეს ჰორიზონტალზე გადასვლა და მოქალაქის ჭეშმარიტი მოქალაქის ცნების დაფუძნება ჩვენი სოციალ-დემოკრატიულ რასაც მე უფასებ კონსტიტუცია და სხვები, რომლიდანაც სამწუხაროდ, როდესაც რუსეთში დასრულდა, იყო წარმატებული ექსპერიმენტი, ერთ-ერთი ძალიან კარგი და კიდევ ვიმეორებ, რო არ შეცვლილიყო ნორმალური კარგი სახელმწიფო ვიქნებოდით.